ჩვენი გაშლა ეხება სამკუთხედს. ადამიანები, ვინც არიან სამკუთხედში, ქალები, ვინცაც აქვს ცოლიან მამაკაცებთან ურთიერთობა. გაშლა ეხება ქალის პოზიციაში მყოფ სულს, რომელსაც ყავს პარტნიორი ცოლიანი. და როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა? ძირითადად ეს გაშლა იქნება შინაარსობრივად მათთვის, ვისაც აინტერესებს ცოლთან დარჩება მამაკაცი თუ თქვენთან. ეხლა კი ვნახოთ სიგნიფიკაცია. რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში, რა ენერგიებში ხართ თქვენ და მამაკაცი. რო იცნოთ გაშლა თქვენია თუ არა. რა ხდება თქვენ შორის? თქვენ შორის ნამდვილად არის სიყვარული, როგორც ასეთი, თუმცა აი ეს კაცი ამ სიყვარულს თითქოს არ იღებს. გამიგეთ? გაცემა უყვარს, თითქოს აი არაფერს იშურებს, მაგრამ ამ ემოციებით ტკბება მამაკაცი. აი რაღაცნაირად არ გამოხატავს თქვენ და მე სიყვარულს, როგორც ასეთი. არ გამოხატავს არასწორი ნათქვამია, არ გეუბნებათ, მოდი ასე ვთქვათ, არ გეუბნებათ, უფრო აი ჩახუტებით ემოციით გამოხატავს. თქვენ ხართ მთლიანად ამ მამაკაცის ენერგიებში და ელოდებით ამ კაცის მიწიერ დონეზე პასუხისმგებლობის აღებას, ქმედებას, იცით რომ ამისთვის ძვირფასი ხართ და თქვენ აი ძალიან ერთგულად ხართ ამ კაცის მიმართ განწყობილი, თუმცა აი ეს გაბრაზებთ ის მომენტი, რომ აი თითქოს იცავთ თუნდაც თავის ცოლისგან, ხო? იმიტომ რომ აი შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ამ კაცის გამო დაგლიჯოთ ყველა, რომ იტყვიან რა. ეს კაცი არის სხვათა შორის, ამას თუ ფინანსური კრიზისი აქვს, ამაზე ნერვიულობს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ, მიწიერ დონეზე იცის, რომ თქვენ ნერვიულობთ და თქვენს ენერგიებშია, თუმცა ამავდროულად ამბობს ეს კაცი, რომ რა ანერვიულებს, როცა იცის, რომ არის ამაში გამოსავალი, რას გულისხმობ, რაშია გამოსავალი. აქ თუ ქალი ეუბნება, რომ მე წავალ ამ ურთიერთობიდან, ან შეიძლება არაერთხელ წასულხართ ამ ურთიერთობიდან, თქვენც იცით და ამ კაცმაც იცის, რომ თქვენ ამისადმი სიყვარული გაქვთ და დიდი გზაა თქვენ შორის, დიდი ხნის ურთიერთობაა და ანუ ამბობს, რომ გამოსავალი იმაშია, რომ დავტკბეთ ისე, როგორც ხანგრძლივად ვიყავით, ერთად ყოფნით, შეიძლება გასვლებით, შეიძლება გართობით, შეიძლება რაღაცა გარკვეული დროის ერთად გატარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი ახალ გზაზე რომ ვერ გადიხართ, ხო? ეს ამბობს, რომ გამოსავალი იმაშია, როგორც ვიყავით, ისე ვიყოთ. თუ იცარით თქვენი თავი და თქვენი სიტუაცია მამაკაცთან, თქვენს მამაკაცთან, მაშინ დარჩით გაშლაზე.
ეხლა ვნახოთ. ანუ ეს პიროვნება ზოგადად აი მკითხოთ ტაროს როგორი პიროვნებაა. მოდი ასე ვთქვათ, ეს პიროვნება არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ეს ცოტა გავასწოროთ. სამყაროსგან შეგზავნილია იმისთვის, რომ თვითონაც ისწავლოს და პარტნიორსაც ასწავლოს. აი თითქოს ადამიანი, რომელიც არის მასწავლებელი რა, როგორც თქვენთვის, ასევე თავისთვის. ესეთი პიროვნებაა ეს ადამიანი ენერგეტიკულ დონეზე გვეუბნებიან. ასევე ადამიანი შეიძლება იყოს პიროვნება, რომელსაც შეუძლია რჩევა მოგცეთ, დაგარიგოთ, ასე შემდეგ. პიროვნება როგორც ასეთი, ხო? აქაც მაჩვენა, ანუ სულიერებასთან ნამდვილად არის ახლოს, ხო ესეა? ადამიანს, რომელსაც საკმაოდ ბევრი რაღაცა ცხოვრებაში გამოვლილი, გაკეთებული და ასე ვთქვათ, ბევრი რამეც აქვს ნასწავლი რა ცხოვრებისგან სწავლული, მოდი ასე ვთქვათ. ეს მაღალი არკანები თქოს საუბრება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა. ვინ არის მისთვის ცოლი და ვინ არის მისთვის საყვარელი? მისთვის ცოლი არის ჩემო ძვირფასებო, ადამიანი, რომელთანაც სულ რაღაცა გაუგებრობა აქვს, სულ რაღაცა დარდი აქვს, სულ რაღაცა ჯავრი აქვს, ადამიანი, რომელთანაც შეიძლება სოციუმის გამო არის ეს ადამიანი მიწიერ დონეზე ურთიერთობაში, ადამიანი, ვისგანაც შეიძლება არაერთხელ ეცადა გამოსვლას ეს კაცი, მაგრამ ცოტა შიშები აქვს, ვერ გამოდის ამ ურთიერთობიდან. ქალი, რომელიც არის მისთვის დარდიც, ამოუცნობიც, გაუგებარიც, დეპრესიულიც, ქალი, რომელსაც შეიძლება ეშინია კიდევაც. ვინ არის მისთვის საყვარელი? საყვარელი არის ადამიანი მისთვის, ვინც მაგის ცხოვრება შეცვალა, თითქოს რაღაცა მტკივნეული მდგომარეობიდან, რაღაცა ახალი ცხოვრების დანახვაში დაეხმარა ამ სიტუაციაში მყოფ იმაში პერიოდში. ვინ ეს არის, რა ქვია, როგორ აღიქვავს თავის ცხოვრებაში კაცი ორი ქალის არსებობას, როგორც ასეთი და ანუ დამოკიდებულება როგორი აქვს ორ ქალთან თანაცხოვრების მდგომარეობაში თვითონ? მოდი ასე ვთქვათ, თავის ცხოვრებაში ეს კაცი როგორც ქალს აღიქვავს საყვარელს, ანუ ერთ ქალს აღიქვავს, აი როგორც ქალი, ხო ხდებით, აღიქვავს საყვარელს ეს ადამიანი,
სტაბილურად, მოდი ასე ვთქვათ, არ იცის მომავალში რა როგორ იქნება, მაგრამ აქ და ახლა აღიქვავს აი ასე სექსუალური მიმართულებით, კმაყოფილად, კარგად და მის ცხოვრებაში აი ქალის კულტი, როგორც ასეთი სექსუალური მიმართულებით და კაცისთვის სექსუალურობა არის და ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი აღიქვავს საყვარელს. როგორ აპირებს ეგ ადამიანი ცოლთან ურთიერთობის განვითარებას, ფიქრობს, რომ ამ თავარი ამ ქალმა ემოციები აკონტროლოს, აი ამას ფიქრობს, სტაბილურად იყოს, ემოციურად მშვიდად იყოს, აი ისეთი არაფერი გაუკეთოს, რომ ამ ქალმა ქარცეცხლი დაატრიალოს რა, მაქსიმალურად მშვიდ ემოციებში იყოს, ყველაფერი გააკეთოს, მიწიერ დონეზე შეიძლება იმაზე მეტიც გაუკეთოს, რაც საჭიროა. პასუხისმგებლობა აქვს ოჯახზე ნამდვილად და აი როგორც ქმარს რაც ევალება, ყველაფერს გაუკეთებს იმისთვის, რომ ეს ქალი მშვიდად იყოს, რადგან თავის ცხოვრება ამას მოწყობილი აქვს თავის საყვარელთან. თქვენთან როგორ აპირებს ურთიერთობის განვითარებას და ეს არის, რა ქვია, აი თითქოს პატარა ბავშვია. თქვენთან ეს კაცი გრძნობს თავს, როგორც პატარა, როგორც რაღაცა თინეიჯერი, ხო? აი იძველებურად აპირებს, იმიტომ რომ ასე კარგად გრძნობს თქვენთან თავს. გამიგეთ? თქვენთან აპირებს. აი შეიძლება ბავშვურ ქმედებებს ისე, ბავშვურ სისულელებს, ბავშვურად მოსვლა-წასვლას, არაფერს სერიოზულს ყოველ შემთხვევაში ეს კაცი თქვენთან ურთიერთობაში, მომავალი 2 თვის განმავლობაში არაფერს არ აკეთებს. რა აკავებს მაგას ცოლთან? ცოლთან აკავებს მაგ ადამიანს ძალიან ძლიერი ენერგია ამ ქალის, სიძლიერე, მოდი ასე ვთქვათ, ქალის ძალა, რომელსაც შეუძლია ამ კაცის მართვა. აი ეს აკავებს ცოლთან. თქვენთან რა აკავებს? თქვენთან აკავებს აი როგორც იქნება, რაც იქნება, აი თითქოს ბედი როგორც ინებებს რა, ცვალებად ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში. ხან ისე, ხან ესე, ანუ ანუ თქვენთან როგორ არის, იცი, თქვენთან ეს ადამიანი იცვლება, გამიგეთ, თქვენთან აკავებს ის, რომ აქ თუ მხოლოდ პასუხისმგებლობებს გრძნობს, ამ ქალის ძალას გრძნობს და ასე ვთქვათ, აი საკუთარ თავის ბავშვს ვერ პოულობს, თქვენთან აკავებს აი ეს ცვლილება, რომ თქვენთან ხდება ბავშვი, თქვენთან არის სულელიც, თქვენთან არის პატარაც და აი თავს თვითონ ივსება, ძალიან კარგად გრძნობს აი ამ ცვლილებით. ის ცვლილება, რომელიც ოჯახში არ აქვს, თქვენთან ისაკავებს. ცოლთან ურთიერთობის მოსალოდნელი განვითარება მომავალი 2 თვის განმავლობაში, აქ შეიძლება ცოტა იყოს, რას გულისხმობთ. ცოლთან ექნება ნამდვილად სექსუალური ურთიერთობა, ვნებიანობა ნამდვილად, აქ კონფლიქტს ვიტყოდი, მაგრამ არ მომივიდა არაფერი საკონფლიქტო. თქვენთან მომავალი 2 თვის განმავლობაში ურთიერთობა როგორი ექნება, უფრო აი რაღაცა თავის დაძვრენა შეიძლება, აი მსგავს საკითხებთან მიმართებაში შეიძლება რაღაც საკითხებს თქვენთან შეიძლება ამ ადამიანმა ტყუილითაც დააღწიოს თავი. შეეცადოს ყოველ შემთხვევაში, აი რაღაცა თქვენ საუბრებთან მიმართებაში ეს ადამიანი შეეცდება, რომ თავი დაიძვრინოს, აი ესეთი რაღაცაა. ყოველ შემთხვევაში
ყოველ შემთხვევაში აქ შეიძლება კიდე გეუბნებით თქვენთვის არასასურველ საკითხთან დაკავშირებით მოგიწიოთ საუბარი და ამ კაცმა რაღაცეებით ამით იმით ყოველ შემთხვევაში აქ ოჯახს არ დააზიანებს ეს თავის დაძვრენა შეეცდება ყველაზე გაუთვალისწინებელი რა შეიძლება მოხდეს ამ სამკუთხედში ამ 2 თვის განმავლობაში რაღაცა მძიმე სიტუაცია მძიმე მდგომარეობა ამ სამკუთხედში მთავრდება რომელსაც დაატარებდით დიდი ხნის განმავლობაში